მოგესალმებით. თითოეულ თქვენთან განსხვავებული მადლობა იმისთვის, რომ გამოწერილდებთ ჩემი არხი, იმისთვის, რომ ალაიქებთ და აკომენტარებთ, ვინც არ მიცემს გაგრძნობით, მე ვარ კატო. სანამ გაშლას დავიწყავდე, მინდა დაგიანონსოთ ესეთი რამ, რომ სიყვარულის დღესთან დაკავშირებით 14, 15 და 16 თებერვალს თქვენთვის ერთი კონკრეტული საკითხი, რომელიც ეხება სასიყვარულო ურთიერთობას. სრული დიაგნოსტიკა, რომელიც იქნება ვიდეო ქოლით და იქნება 9 საათი თქვენსგან კარგულებაში, მიღირება 30 ლარი, იმის რომ გაერკვეს თქვენ სასიყვარულო ურთიერთობაში. მოკლედ აი ესეთი ანონსი და საჩუქარი სიყვარულის დღესთან დაკავშირებით. ეხლა კი გავაკეთოთ გაშლა, ვინ მოვა და რა გადაწყვეტილება აქვს თქვენთან მიმართებაში, ძალიან ცივ. კონკრეტულად ნახოთ, ვინ მოვიდა ჩვენთან სალაპარაკოთ, ადამიანი, რომელზეც ძალიან თვითკმარია, ვერ ვიტყვი, რომ არ არის თვითკმარი, ახლა მაქსიმალურად გადართული არის სამუშაოსთან მიმართებაში, ფიქრობს სულ საიდან მოიტანოს ფინანსური მდგომარეობა, როგორ გააუმჯობესოს, საკმაოდ აქტიური არის, შეიძლება ესე ვთქვათ, რომ საქმიანობა ეხებოდეს რაღაც ტრანსპორტთან დაკავშირებით, ესეც შესაძლებელია, ვიღაცებთან, ყველასთან არა, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ საჯაროა გაშლა, მაგრამ ადამიანი ამ ეტაპზე არის საკმაოდ გადართული ფინანსურ რესურსებთან მიმართებაში, სამსახურთან მიმართებაში და საკმაოდ თვითკმარი ადამიანია, საკმაოდ კარგად იცის თავის ფასი, მოსწონს თავის თავი, ესე რომ ვთქვათ, ხო? ეს ადამიანი ძალიან ბევრს შრომობს, ესე შეიძლება ითქვას. ნახოთ აბა, რა გადაწყვეტილება მიიღო ამ ადამიანმა თქვენთან მიმართებაში. ადამიანი, რომელიც 24 საათი სამსახურშია, თქვენთან მიმართებაში რა გადაწყვეტილება მიიღო. ესეთ არის, რა გადაწყვეტილება მიიღო და მისცა საკუთარ თავს შანსი იმის, რომ თავისი ემოციები როგორღაც გაამხილოს, ხო? როგორღაც მისცეს საკუთარ თავს იმის უფლებაც, რომ გარდა მატერიალური მდგომარეობისა არსებობს პირადი ურთიერთობები, პირადი ემოციები, პირადი განცდები და ცდილობს, რომ აი რაღაცნაირად სწორი მიმართულება მიიღოს, სწორად გადაწყვიტოს, თუმცა რატომღაც მაინც წელავს ამასთან მიმართებაში, თორე თითქოს ბოლომდე არ არის ჩამოყალიბებული იმასთან, რასთან მიმართებაში არ არის ჩამოყალიბებული. ხო, აი ნახეთ, როგორ შეათავსებს თავის სამსახურსა და თქვენთან ურთიერთობას, ხო? რაღაც იმდენად ვიტყოდი, რომ შეიძლება მატერიალისტი ადამიანი არის? არა. იმდენად რაღაცნაირად უნდა თავისი სტაბილურობა შეიქმნას, ხო, რომ ვერ ახერხებს ამ ყველაფერს, თუმცა გადაწყვეტილი აქვს ნამდვილად, რომ როგორი ემოციებითაც თქვენ ხართ ამ ადამიანის მიმართ, ზუსტად იგივენაირი ემოციები დაგიბრუნოთ, ხო, რაღაცა სიყვარული, სითბო, ხო, ზრუნვა თქვენთან მიმართებაში, მაგრამ ამ ყველაფრისთვის მაინც აქვს ის მომენტი, რომ დრო სჭირდება, დრო არის ამ ადამიანისთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა, თუმცა როგორც ასეთი გადაწყვეტილება თქვენი ურთიერთობის გაახლებასთან მიმართებაში არის, მეტი ემოციების ჩადებაში, მეტი ენერგიების ჩადებაში, თქვენთან მიმართებაში გადაწყვეტილება მიუხედავად იმისა, რომ მაინც ბოლომდე არ არის უფრო მეტად დადებითი ემოციებით ფიქრობს, ხდებით, ანუ ბოლომდე ჯერ არ არის, მაგრამ ცდილობს, რომ ნახეთ როგორი მომენტია, გადაწყვიტა ადამიანმა, რომ მისცეს თქვენთან ურთიერთობა შანსები, მაგრამ რამდენად შეძლებს ამ ყველაფერს თავი გაართვას, აი ეს მომენტი არის ამ ადამიანისთვის და გადაწყვეტილება თქვენთან ურთიერთობასთან მიმართებაში არის კიდევ ის მომენტი, რომ იცით რა არის, აი ნახეთ, შეიძლება ითქვას, რომ ეს ადამიანი ძალიან უცბად მოვიდეს თქვენთან, უცბად შემოგთავაზოთ რაღაცა სხვა ეტაპზე გადასვლა ურთიერთობის. აი ზუსტად მაშინ, როცა შეიძლება ფიქრობდეთ, რომ აღარც არაფერი აღარ არის, არც არაფერი აღარ გამოვა და რაღაცა მე მგონი ჯობია რომ წავიდე, ხო, აი ამ ურთიერთობიდან. თითქოს აი როგორც კი თქვენგან თითქოს ეს ადამიანი იგრძნობს იმას, რომ კარგავთ, აი ის დრო უკვე შემცირდება, ხვდებით? იმას არ გეუბნებით, რომ ხა ეს ადამიანი აეჭვიანოთ ან რაღაცა ძალით მოუწყოთ სცენები, ხო? მაგრამ ნახეთ, როგორც კი გამოვა თავისი კომფორტის ზონიდან, როგორც კი მიხვდება ბოლომდე, რომ მარტო სამსახური არ არის ყველაფერი და აქ პირადი ურთიერთობებიც მნიშვნელოვანია, სანამ დაგკარგათ, ხო?
აი მაშინ დაიწყებს ზუსტად მოქმედება. თუმცა მისი გადაწყვეტილება თქვენთან მიმართებაში ნამდვილად საინტერესო არის, ნამდვილად სასიამოვნო არის. ამ ადამიანს უნდა სტაბილურობა, სიმშვიდე, ესე რომ ვთქვათ, და დასრულება ყველა იმ პრობლემის, რომელიც ვთქვათ, აქამდე შეიძლება თქვენ გესახებათ, ხო? ან მას ესახება თქვენთან მიმართებაში. აი რაღაც მომენტში ესე გეტყოდით, რომ ამ ადამიანის გადაწყვეტილება საბოლოო ჯამში მაინც ხვდება იმას, რომ თუ არ უნდა რომ ცუდად გახდეს, თუ არ უნდა რომ ყველაფერი თავზე დაემხოს, თუ არ უნდა რომ რაღაც პრობლემები შეექმნას მერე და დაგკარგოთ, უნდა იმოქმედოს, ხო? უნდა გადადგას ნაბიჯები და უნდა დაასრულოს თავისი ეს გაურკვეველი მომენტები, ხო? და საბოლოო ჯამში სამსახურსა და თქვენ შორის რაღაცა დაბალანსება შეძლოს, ხო? რაღაც თავის მატერიალურსა და სულიერ მდგომარეობას შორის უნდა აუცილებლად შეძლოს დაბალანსება და ამ გადაწყვეტილებით მედია რომ მალე იმოქმედებს კიდევაც, ხო? რაღაცნაირად შეძლებს რომ მოახერხოს საკუთარ თავთან გამკლავება და წინსვლა, წინ გადადგმა ნაბიჯების იმისთვის, რომ იყოთ ერთად ბედნიერები. მე წარმატებულ ურთიერთობას გისურვებ თითოეულ თქვენთაგანს, ბედნიერებას და მალე მოსულიყოს გონს თქვენთვის სასარგებლოდ.